ღვთის სახელით, მოწყალესა და შემწყნარებლისა. ყოვლადწლიერი ალლაჰი სურა ქაჰფში ამბობს: არ თქვა არაფერზე, ხვალ ამას აუცილებლად გავაკეთებ. თუ არ დაუმატებ, თუ ალლაჰი ინებებს. ასევე ამბობს: და გაიხსენე შენი უფალი, როცა დაგავიწყდება და თქვი: იქნებ ჩემმა უფალმა ამაზე უფრო სწორ გზაზე მიმიწყვეს. ეს არის ბრძანება და გაიხსენე შენი უფალი, როცა დაგავიწყდება. აქ ასევე არის აკრძალვაც. არ თქვა არაფერზე, ხვალ ამას გავაკეთებ. თუ არ დაუმატებ, თუ ალლაჰი ინებებს. თუ ამ აიათის მიზანი ისაა, რომ როდესაც ადამიანი ამბობს, ხვალ ამას გავაკეთებ, არ უნდა თქვას მხოლოდ ეს, არამედ უნდა თქვას: ხვალ თუ ალლაჰი ინებებს, ამას გავაკეთებ. ანუ თავისი განზრახვა ალლაჰის ნებას უნდა დაუკავშიროს. ამასთან დაკავშირებით გადმოცემულია ამბავი იაჯუჯისა და მაჯუჯის შესახებ. როდესაც ზულყარნაინმა კედელი ააგო, როგორც ამას ყურანი გვიყვება, მან 3 ადგილს მიაღწია: მზის ჩასვლის ადგილს, მზის ამოსვლის ადგილს და ორ მთას შორის მდებარე ადგილს. ყურანში ვკითხულობთ და გეკითხებიან ზულყარნაინის შესახებ. უთხარი, მოგითხრობთ მის ამბავს. ჩვენ მას ძალაუფლება მივეცით დედამიწაზე და ყოველგვარი საშუალება ვუბოძეთ. ამიტომ მან ერთ-ერთ გზას გაჰყვა. შემდეგ, ვიდრე მიაღწია მზის ჩასვლის ადგილს. ეს იყო პირველი ადგილი. იქ მან იხილა, რომ მზე თითქოს ტალახიან წყალოში ჩადიოდა და იქ ხალხი ცხოვრობდა. შემდეგ აიათები ამბობს: ვიდრე მიაღწია მზის ამოსვლის ადგილს. იქ მან იხილა ხალხი, რომელთაც მზისგან არავითარი საფარი არ ჰქონდათ. ეს იყო მეორე ადგილი. შემდეგ კვლავ ნათქვამია. შემდეგ სხვა გზას გაჰყვა, ვიდრე მიაღწია ორ მთას შორის მდებარე ადგილს. ეს უკვე მესამე ადგილი იყო. რა იყო ეს ორი მთა? სად მდებარეობდა? ყურანი მხოლოდ ამბობს: ვიდრე მიაღწია ორ მთას შორის მდებარე ადგილს, სადაც იპოვა ხალხი, რომელთაც თითქმის არ ესმოდათ საუბარი. მათ უთხრეს: ო ზულყარნაინ, იაჯუჯი და მაჯუჯი დედამიწაზე ფასადს, გარკვნასა და ბოროტებას არცელებენ. ხომ არ გადაგიხდით, რომ ჩვენსა და მათ შორის კედელი ააგო? სიტყვა ხარჯი ნიშნავს გასამრჯელოს ან ანაზღაურებას. ზულყარნაინმა უპასუხა: რაც ჩემმა უფალმა მომმადლა, ის უკეთესია. მხოლოდ ძალით დამეხმარეთ და თქვენსა და მათ შორის მტკიცე ბარიერს ავაგებ. შემდეგ თქვა: მომიტანეთ რკინის დიდი ნაწრები, ანუ დიდი რკინის ბლოკები, რომლებიც აგურების მსგავსად ერთმანეთზე დაალაგა. როცა ორ მთას შორის არსებული სივრცე ამ რკინის ნაჭრებით შეავსო, უთხრა: დაუბერეთ. ეს იყო ძლიერი დაბერვა, რათა რკინა გახურებულიყო და ცეცხლივით გავარვარებულიყო. შემდეგ თქვა: ახლა მომიტანეთ გამდნარი ქითრი, რათა მასზე გადავასხა. ქითრი განმარტებლების მიხედვით ან გამდნარი სპილენზია, ან გამდნარი ტყვია. იგი ამ გამდნარ ლითონს რკინის ნაჭრებს შორის არსებულ სიცარიელეებში ასხამდა, რის შედეგადაც წარმოიქმნა უკიდურესად მტკიცე კედელი, რკინისა და სპილენძის ან ტყვიის ნაგები. ამის შემდეგ ყურანი ამბობს: მათ ვეღარ შეძლეს მასზე ასვლა და ვერც მისი გახრედა. ანუ იაჯუჯმა და მაჯუჯმა ვერც ზემოდან გადალახეს და ვერც კედლის გახრედა მოახერხეს. შემდეგ ზულყარნაინმა თქვა: ეს ჩემი უფლის წყალობაა. ხოლო როდესაც ჩემი უფლის დაპირებული დრო მოვა, იგი ამ კედელს მიწასთან გაასწორებს. ჩემი უფლის დაპირება ჭეშმარიტია. ასევე გადმოცემულია ერთ-ერთი რივაიდი, რომლის მიხედვითაც იაჯუჯი და მაჯუჯი ყოველდღე ამ კედლის გახრედას ცდილობენ. დილიდან საღამომდე მუშაობენ. როდესაც ცოტა ღარჩებათ, ამბობენ: ხვალ დავასრულებთ, მაგრამ არ ამბობენ: თუ ალლაჰი ინებებს. მეორე დილით ყველაფერი ისევ პირვანდელ მდგომარეობაში ხვდებათ. კვლავ თელი დღე თხრიან, საღამოს ისევ ამბობენ: ხვალ დავასრულებთ. ასე გრძელდება, ვიდრე ერთ დღეს არ იტყვიან: ხვალ თუ ალლაჰი ინებებს დავასრულებთ. როცა ამას იტყვიან, მეორე დილით კედელი იმავე მდგომარეობაში დახვდებათ, როგორც დატოვეს. დარჩენილ ნაწილს გახრედენ და გარეთ გამოვლენ. ამიტომ ინშაალლაჰ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამბობ: ხვალ ამა და ამ ადგილას წავალ, ხვალ ამ საქმეს დავასრულებ. უნდა თქვა: ინშაალლაჰ თუ ალლაჰი ინებებს. როგორც ყურანშია ნათქვამი. არ თქვა არაფერზე, ხვალ ამას გავაკეთებ. თუ არ დაუმატებ, თუ ალლაჰი ინებებს. შემდეგ კითხვა ჩდება: რატომ არის ერთ ადგილას გამოყენებული სიტყვა ისტაუ, ხოლო მეორეში ისტიდაუ? ყურანში წერია: ვერ შეძლეს მასზე ასვლა, ფამასტაუ და შემდეგ ვერც მისი გახრედა შეძლეს, ვამასტადაუ. ზოგი ამბობს, რომ ორივე სიტყვა ერთსა და იმავე მნიშვნელობას ატარებს, თუმცა არაბულ ენაში ხშირად ფორმის გაზრდა მნიშვნელობის გაძლიერებასაც აღნიშნავს. სიტყვა ისტიდაუ დამატებითი ასოების გამო უფრო ძლიერ უნარსა და შესაძლებლობას გამოხატავს. ბოლოს შეიძლება ვინმე იკითხოს: სად არის მზის ჩასვლის ადგილი? სად არის მზის ამოსვლის ადგილი? სად მდებარეობს ის კედელი, რომელიც ზულყარნაინმა რკინისა და სპილენძის ან ტყვიისგან ააგო? ვინ არიან იაჯუჯი და მაჯუჯი? პასუხი ასეთია: ჩვენ ეს არ ვიცით და აუცილებელიც არ არის რომ ვიცოდეთ. ჩვენ უხილავის ცოდნა არ გაგვაჩნია. რაც ალლაჰმა, მისმა მოციქულმა და აჰლ ალ-ბეითის იმამებმა გვასწავლეს, იმას ვიღებთ. რაც არ უთქვამთ, იმაზე ვამბობთ, არ ვიცით. ვინმე იკითხავს: სად არის ეს კედელი? ვუპასუხებთ:
არ ვიცით. როგორები არიან იაჯუჯი და მაჯუჯი? არ ვიცით. როდის გამოვლენ? არ ვიცით. ეს ყველაფერი ჩვენთვის დაფარულია. ასევე არ ვიცით ზუსტად, სად არის მზის ჩასვლისა და ამოსვლის ადგილი. დღეს ხომ ვიცით, რომ სინამდვილეში მზე არ მოძრაობს დედამიწის გარშემო. დედამიწა ბრუნავს, ხოლო ჩვენ მხოლოდ ისე გვეჩვენება, თითქოს მზე ამოდის და ჩადის. კიდევ ერთი კითხვა. იაჯუჯი და მაჯუჯი ადამიანები არიან თუ ცხოველები? არც ეს ვიცით. შესაძლოა ადამიანები იყვნენ, შესაძლოა არა. შესაძლოა სრულიად სხვა ქმნილებები იყვნენ. თუ ადამიანი განმარტების წიგნებს გადახედავს, ბევრ უცნაურ ამბავს შეხვდება. თუ ეს სიტყვები იმამისგან ავთენტურად არის გადმოცემული, ჩვენ მივიღებთ, მაგრამ თუ მხოლოდ ზოგიერთ წიგნში წერია, რომ მათ უზარმაზარი ყურები აქვთ, იმდენად დიდი, რომ ერთს ლეიბად იფენენ, მეორეს კი საბნად იფარებენ, ასეთ გადმოცემებს მტკიცებულებად ვერ მივიღებთ. მსგავსი მონათქრობი ბევრ განმარტების წიგნში გვხვდება, მაგრამ მისი ჭეშმარიტება ჩვენთვის უცნობია. რაც ყურანმა გვითხრა, მხოლოდ ის ვიცით. არსებობენ იაჯუჯი და მაჯუჯი, რომლებიც იმ კედლის უკან იმყოფებიან, რომელიც სულ ყარნაიმ რკინისა და გამდნარი ლითონისგან ააგო. როგორც სოლომონზე ყურანშია ნათქვამი. ჩვენ მას გავადინეთ გამდნარი ლითონის წყალო. ზოგი განმარტებელი ამბობს, რომ ეს იყო გამდნარი სპილენძი, ზოგი კი მიიჩნევს, რომ გამდნარი ტყვია. საბოლოოდ ზუსტი ცოდნა ალლაჰს ეკუთვნის.